წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. საღამოშიდობის ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უკვე ჩვენი ანონსიდან დღის განმავლობაში შეიტყეთ. დღეს ვსაუბროთ სამბოზე. მე მოკლედ მინდა კიდევ, იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედა ახლა გვერდება სულ ისეთი თაობა, რომელიც არ მომსწრებია ქართველ ფალავანთა უშუალოდ სამბოში მიღწეულ წარმატებებს, რომელი ერთი შეიძლება გავიხსენოთ და ჩამოთვალოთ. აქ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ქართული ჭიდაობის უპირატესად ძიუდოისტთა მიერ ნაჩვენები ფენომენალურ შედეგებთან ერთად პარალელურად სამბის და შედეგების არ გახლდათ ნაკლებ ხვავრიელი. სამბო მოხსენებად ესე აბრევიატურა შეიძლება ქართულად მოკლედ განსაზღვროთ. ეს არის თავდაცვა იარაღის გარეშე ულამაზესი ჭიდაობა, ულამაზესი სხვათა შორის, რომელიც გაჯერებულია უამრავი ილეთით. ეს ყველაფერი უნდა ნახო ბუნებრივი. ეხლა ეს რადიო ფორმატში ჩვენ ამაზე ასე ვცლად ვერ ვისაუბროთ. ჩვენ უფრო უპრიანია თუ რა პერსპექტივა გვაქვს სახეობა, რომელიც წესიდან რიგით 1980 წლიდან უნდა ყოფილიყო ჩართული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და მერწმუნე დღეს სულ სხვა გვარი დამოკიდებულება იქნებოდა როგორც ოფიციოს, ასევე ქართულ საზოგადოებას სამბოს მიმართ, მაგრამ მაინც და მაინც ეხლა რა ჩვენ მაშინ ბრეჟნევი გვიგინებია და აქაც განსაკუთრებით გაც მაინც და მაინც მაშინ მოუნდა ილიჩ ინდირა განდისადმი ბალახის ჰოკეი შარტო. მე აღმოჩნდა ისე რომ ხოჭოს ამ ბალახის ჰოკეიზე მინდა ერთი სიტყვა ვთქვა, რომ ის ვის თამაშობდა ბალახის ჰოკეის, ისინი ვეღარ თამაშობენ და სულ სხვა ქვეყნები დაწინაურდნენ. მაშინდელი მოკლედ ბალახის ჰოკეის დაიკარგა, ის პატივისცემას დაიკარგა, ვერც ინდოეთი ვეღარ თამაშობს და ჩვენ კიდევ დავკარგეთ ჩათვალეთ ვინ მოთვლის რამდენი თამამად შეიძლება ითქვას ათეული медали ხას უსვავ, ათეული медали მარტო ოლიმპიურ თამაშებზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სხვაგვარი დამოკიდებულება რომ შექმნილიყო, რისიც საომალო დიდი იმედი გვაქვს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად კარგა ხნის მანძილზე ასე ჭრდილში მოქცეულმა ამ მეტად ლამაზმა და საკმაოდ ისეთმა ეფექტურმა სპორტის სახეობამ მაინც უმეტესად ენთუზიაზმის ხარჯზე, იმიტომ როცა ამთავრებდნენ აქ უმეტესი ნაწილი საბედნიერო ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების რჩებოდა სამბოში და იხსოვდა შემდგომ მისი განვითარების შენარჩუნებაზე არც გონია ჩვენ საქმე და აქ უბრალოდ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ დღემდე რამის მარად მეორე ქვეყნად ვიქეცით. აქ სამბოს საერთოდ ფუძემდებლად ბუნებრივია და ყველაზე დიდი ყურადღება რუსეთს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ხარლამპიევი აღნიშნავდა სამბოს დიდი თავკაცი ასე რომ ქართული ჭიდაობის ილეთებით იყო გაჯერებული სამბო და დაიხვეწა უფრო სწორედ და ესეც ჩვენთვის ბუნებრივია ბევრ ამაზე მნიშვნელობაზე მეტყველებს და უბრალოდ ბუნებრივია წარმოგიდგენოთ ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმრები ვისაუბრებთ არსებულ პრობლემებზე, პერსპექტივებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი წლევანდელი წელი ერთ-ერთი უდაოდ გამორჩეული დამოუკიდებელი ქართული სამბოს ისტორიაში. ვინ ერთი გადაცემა მე მარტო თქვენ მონამორჩილს არ მეყოფა, რომ მარტო ჩამოთვალო ის წარმატებები, რაც ქართველმა დაწყებული ჭაბუკებიდან და ახალგაზრდებით გაგზავნებული და დამთავრებული ეროვნული ნაკრების წევრები და რაც მთავარია ჩვენი მშვენიერი გოგონების ჩათვლით მიაღწიეს ქართველმა სამბისტებმა და შემოქმედი აღნიშნული წარმატების ჩვენი ქართული სამბოს თავკაცები პრეზიდენტი ავთანდილ სინცაძე, ვიცე-პრეზიდენტი სოსო ლიბერტელიანი, ეს ერთი გუნდია და მე მგონი ბატონი ათოს და ბატონი სოსო დამეთანხმება, რომ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოხდა ერთგვარი როქირება წინა არჩევნებზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ერთმუშტად შეგრული გუნდი, სადაც მხოლოდ ნომინალური გახლავთ თანამდებობა ამა თუ იმ პირის და რა თქმა უნდა ეროვნული ნაკრების მთავარი მსვლელი ლეგენდარული ქართველი სამბისტი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი. მოგესალმებით ბატონებო და მე მინდა ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ფენომენალური წარმატება, რაც სოფიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს ეხება. 7 ესე იგი სულ 9 медали იქნა მოპოვებული, 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს. ეს ვაჟთა შორის გაგვეხარეს გოგონებმა და ოძელამ ნინო ოძელაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტულს ბრინჯაოს медали წაუმა და ასევე ელენე ქებაძე მოიპოვა ბრინჯაოს медали და პერსპექტივა იმის, რომ ჩვენ მართლა სათანადო პირობებში რეალური კონკურენცია შეგვიძლია გაუწიოთ რუსეთის ნაკრებს. ეს დამეთანხმეთ ბატონო, მე მგონი არ არის ხო ხმამაღლა განცხადება, გაკეთებული განცხადება. მივესალმებით ჩვენს მენელს. მე მინდა გითხრათ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში გვაქვს 2013 წლიდან დღევანდელ დღემდე უფრო წინ და წინ მიწევს და
მინდა გითხრათ ამ შედეგებიდან გამომდინარე რეალურია სულ მალე ვიმედოვნებთ იმას მე პატარა იმას მოგიყვებით ჯონდო რომ მოვიდა ჯონდო მოგიხსენებათ სამგზის სოფლიო ჩემპიონია საქართველოში არავის არ ქონდა ამ ხელას შედეგი მან თქვა რომ ჩემი სურვილია ჩემი შედეგი გავაუმჯობესო ეს რაც მან გააკეთა ჩიდრაშვილი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა 4 წელს სალგი აღნიშნის თემა ეს საერთოდ მოვლენა და მეორე სურვილი აქვს მას რომ გუნდური ჩემპიონები გავხდეთ და ასე რომ ვთქვათ ეგრეთ წოდებული უძლეველი რუსები დავამარცხოთ და ალბათ ერთი შეასრულა და მეორესაც შეასრულებს. რაც შეეხება მინდა კიდევ ვისაუბრინო ერთი გუნდიაო ჩვენი სიძლიერესაც მე ვფიქრობ რომ დამსახურება იმის რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ ჩვენში არ არსებობს რომ ის ვინ არის და როგორ არის ვართ ერთ მუშტად შეკრული გუნდი და ალბათ ჩვენი სიძლიერესაც განაპირობებს ეს. ბადოსოს აღელდა მაშინ საზოგადოება როცა თქვენ გააკეთებთ განცხადება იმიტომ რომ სანამ გაირკვეოდა ბევრმა მიიჩნია რომ თქვენ აქტიურ სპორტს ტოვებდით რაც თქვენი პროფესიონალიზმიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე რბილად რო თქვა ნამდვილად არც სამბოს და არც ქართულ სპორტს არ წაადგებოდა გააქარწყლეთ რომ ეს ნამდვილად არ არის ასე თქვენ უფრო გადაიცოცხლეთ თქვენ გადაინაცვლეთ ასე ვთქვა და ხართ ამჟამად საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მენერს. რა თქმა უნდა, მართალია, რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, უკვე მე-5 წელიწადი ერთად ვართ. დაინიშნა ჩვენთან ერთად ჯონდო მუზაშვილი ნაკრების თავმჯდომარედ და მე თამამად და გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, მიდის ერთობლივი მუშაობა და ეს შედეგით სახეზე არის. რაც შეეხება ჩემს პრეზიდენტობა, სარვიყარე კენჭი, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი გუნდი მნიშვნელობა არ ქონდა. ჩვენ ერთად დაგვემუშავა, უბრალოდ ამ ეტაპზე მე პირობას ვსვი, რომ იმდენი დრო არ მაქვს, რომ ზოგს ქონია, რომ პრეზიდენტი გახდება და თვეში ერთხელ მივიდეს სამსახურში, ეს ნამდვილად არ არის. ამის გამომდინარე, თხოვი ავტოს და რა თქმა უნდა, ავტო და რაც შემიძლია მე ვიცე-პრეზიდენტობიდან ვახერხებ დროს რაც ამაქვს, ვეხმარები და რა თქმა უნდა ერთად დავართ. თუმცა ბადროსოსო მე მივცემ ჩემ თავს უფლებას და ასე გავაცხადებ საჯაროდ რომ თქვენ გაცილებით მეტი რესურსი გაქვთ, ეს არის წმინდა პროფესიული და პიროვნული რესურსი, რათა გაცილებით მეტი გაიგოთ ქართული სპორტისთვის, არა მარტო სამბოს აქედე, ეს უკვე ცალკე თემა, ასე ძვირფასო მეგობრებო, ასეთი ადამიანები რბილად რო თქვა ჩვენ დასაკარგი ნამდვილად არ ყავს. ჯონდო მუზაშვილი ქართული სამბოს ლეგენდა, სამგზის სოფლიო ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მსვლელი, ნამდვილი ფოიერვერკი მოაწყო ბადონმა ჯონდომ თავის შეგირდებთან ერთად დაწყებული ესე იგი ჯერ კიდევ გასული წლიდან შემდგომ მოყოლებული ევროპირველობა სხვა შორის ევროპირველობის შედეგი ლამის გაუმჯობეს და უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ რომ მოსანებად სხვაობა ძალზე დიდია ევროპასა და მსოფლიოს შორის და აი პარალელურად რაც ყველაზე საოცარია თუ კი აქამდე მარტო ვიფარგლებოდით იმით რომ გიათენაძის შეგირდები ხო ეხლა გიათენაძე გახლავთ საქართველოს ქალთა ძიუდოის და ნაკრების თავარი მსვლელი და პრაქტიკულად ჩვენი გოგონების დაოსტატება ხდება გიას ხელთ ამჯერად უკვე სამბობს სერიოზული კონკურენცია გაუწევთ ასეა ხო ბატონო ჯონდო მოდი დავიწყოთ ჯერ ისე და ჩვენი ეს კესის წარმომადგენლები და ჩვენი გოგონებიდან ეს ყველა თენაძის შეგირდი უკვე აღარ არის ხო მის დაუკარგავ თენაძესაც არ უკარგავ უბრალოდ მე მინდა ხაზი გავუსარო ამ მოცოცხლეთ ეს სმენელებს მადლობა მოწვევისთვის დავიწყოთ სუსტის კესის წარმომადგენლებით სუსტი კი არა რასაც ოძელა და გოგონები აკეთებენ სუსტი ნამდვილად აღარ უბრალოდ ჩვენი მართლა ნინო მართლა გაგვახარა და გაახარა მთელი საქართველო ის კი არა და მან ისეთი ცეკვა შეასრულა იქ რომ ეს ხაზაში როცა პირველი ქართველი ქალი მოჭიდავე რომელმაც ევროპის ჩემპიონობა ტიტული მოიპოვა ის ისტორია შევიდა როგორც პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი საქართველოსთან ჭიდაობის სახეობაში და მართლაც რომ მონდომებული გოგოა და ვფიქრობდი რომ ამ სოფლიოზე სოკრუს მედალი დააგვირგვინებდა მაგრამ ცოტა დააკლა ალბათ ის ემოცია ქონდა რომ ეგონა და დაჯერებული იყო რომ მოიგებდა ამ სოფლიოსაც და ალბათ ამასაც გამოასწორებს და დაალაგდება მომავალი წლისთვის მომზადება უფრო უკეთ და ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გვეყოლება ქალი სოფლიო ჩემპიონი. ბატონო ჯონდო, თქვენ მუშაობთ პარალელურად ქალებთან თუ ეს გოგონები ჩაბარებულია? ესე ცალკე მსვლელის გამოყოფა ჯერ არა გვიჭირს ახლა ისეთ დონეზე არა გვაქვს ჩვენის ბიუჯეტი რო თქვა ცალკე მომავზადოთ გოგონები ჩვენთან ერთად ემზადებიან იცით რომ სამბო მაინც ოლიმპიური სახე არაა და აი ეს ერთ-ერთი მინუსი გვაქვს ჩვენ რომ ოლიმპიური სახე არ ვართ თორე და თუმცა ეს არაფერს არ მაგმავდეთ მაშინ ისინი ყველა რომელი სახეობას არ არის ოლიმპიური
ლეგენდური სახეობა აქამდე თუ მივედით მე აი უკასრავად თქვენ რეპორტით გავაკეთე ბერტ პარალელს მე რა თქმა უნდა არ მინდა დავასახელო არის ჭიდაობის ერთი სახეობა რომელიც ძვირფასო მეგობრებო გადაუჭარბებდა და აი 100 კაცს ვერ მოაგროვებს საქართველოში რომელიც მას ეტრფოდეს და მეცაც გეტყვი თავად მოჭიდავეებიც კი გარკვეული ნაწილი პრივატულ საუბარში აღნიშნავენ უბრალოდ ეს ხელეწიფება და ამოჭიდაობ თორე ამის მომგონი რა თქვა უკასრავად და აი მათ არ ვაჭარბებთ ეხა იმასთან შედარებით სამბოზე მე არ შემხვედრია კაცი რომელსაც აუგითხვას რომელსაც თქვას რომ თავისი ესთეტიზმით თავისი გაჯერებული ბატონსოს ასე არ არის თავისი რამდენი ილეთი და ეს ყველაფერი მე რო აღნიშნე ეს ხალაპიევის ის ოფიციალური ის რომელიც ათეული წლებია მოდის რომ ეს არის ჩვენი ილეთებით გაჯერებული ეს არ არის მამას რო არ ეგონოს ბევრი ცდილობს კორპე რომ თავს მოგვახვიოს თითქოს ეს არის რაღაცა კლასიკური რუსული სახეობა რომელიც ეგრეთ წოდებული კალკი ანუ ჩვენ წამოვიღებს გავსი არაფერი პირიქით ხო ბატონო ასე არ არის ეხლა სამბოს არაფერი კავშირი არ აქვს ნამდვილად რუსული სამბოს პირიქით მეცაც გეტყვით აი რუსული არის კლასიკური ხელჩართული სამბო ხო ანუ საბრძოლო სამბო უკაცრავად რომელშიც ჩვენ ხოჭორს აქ რატო არ ვართ ბატონო თუ საბრძოლო სამბოში ეს ქართველებს ხუბი არ გიყვარს არა ვითომ ბატონო ჯო დაუბრუნდეთ ყველაზე დიდ აი ნუ საოცრებაა ხო ეხლა ჩიდრაშვილი იქცა ნუ პრაქტიკულად როგორც ეხლა ლაშა ტალახაძე მოევლინა საქართველოს ხო აი თავისი ასაკიდან და ნიჭიდან გამომდინარე სოფლიოში ესე იგი ყველაზე ძლიერი კაცი ხო ახალგაზრდა კაცი ხო ბიჭი აი ისე არის უკვე უძლეველი ჩიდრაშვილი 4 სოფლიო ჩემპიონი მიჯრით 4 ტიტულის მფლობელი იგებს ვახტანგი აბსოლუტურად ყველაფერს რაც კი მოძრაობს ესე სპორტულ ენაზე რო თქვა და ასაკი ნუ 25 წელი ეს იმის მანიშნებელია რომ ღვთისმადლი თუ ჯანმრთელობამ ბოლომდე შეუწყო ხელი თავისუფლად შეიძლება 20 ნუ რამდენია ხო ეხლა ნუ კრიტიკულ ასაკს ჩვენ სადღაც 22 ნუ 31-მდე მაინც არ ვთვლით ხო ბატონო ჯო თქვენს ასე მოგიწიეთ ხო და აი თქვენი რეკორდი მე მასოს რაღაცა ჟურნალისტების გარკვეულწილ გითხრათ რომ ეროვნული ნაკრების შეიძლება ეს კითხო რომ და კაცი რომელიც უნდა ბიულს ხო არ დახსნათ გული რომ თქვენი რეკორდი გააუჩებს არა რას არ მოიცმენ ამ ხეხთა კაცი ვის ეროვნული ნაკრების დროს რომელიც ყველაზე მეტად ბედნიერია და ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ და მართლა მიხარია რომ ესეთი სპორტსმენი ყავს ნაკრებში მე მინდა აღვნიშნო ავტომატს აღნიშნე როდესაც მოვედი პირველად ნაკრების ცნელად ეგ განვაცხადე რომ მინდა მეთქი რომ ჩემი რეკორდი მოხსნას რომელიმე ნებისმიერმა სპორტსმენმა და მე შევძელი რომ აგერ ჩიდრაშვილი და ეგ სურვილი იყო ჩემი და კიდე ერთი სურვილი არა ასე უცებ წარმოგედგინა და მოსახელი დავიდოთ ამასაკი რა თქმა უნდა წინასწარ ვერ გააკეთე პროგრესს მაგრამ ამბიჩო როდესაც მან პირველად მოიგო მსოფლიო პირველობა და შევხედე ის როგორც ემზადებოდა ამ სოფლიო ჩემპიონატზე და თვითონ შედეგიც როგორ შეასრულა და როგორ მოუგო ყველა მეტოქეს უკვე მისი მეც მაძლევდა რომ ეს სპორტსმენი შეძლებდა ძალიან სტაბილური სპორტსმენია ძალიან მონდომებულია ვერ ვიტყვი რომ არის ტალანტი ის არის შრომით შექმნილი სპორტსმენი და ვფიქრობ რომ ის აღარ გაჩერდება თვითონაც მეუბნება რომ მე სამდენ შეძლებ ბოლომდე ამოუწურა ჩემ შესაძლებლობებს და ფიქრობ რომ კიდე რამოდენიმე წელი კიდე გაგვახარებს ჩიდრაშვილი და მიუმატებს ამ ოქროს ეჭვიანო პარება რომ მოვაწერსაც იგივე ოქროთი დაგვიბრუნდა ჩიდრაშვილი და ეს ბალანსჯადო მეც იგივე შტაბიშლებობ შევა იცით რა კუთხით რომ აი ხა უხეშად რო თქვა მოვიდევდა ეხა სადღაც ხო არა შეიძლება ქართველგან სადღაც უცებ ტიტული თავშია აი ხა 4 ტიტულს რო ზედიზედ მოიგებს სოფლიოს იქ უკვე რკინის ნერვები ფსიქიკა და ნებისყოფა უნდა კონდეს გამუშავებული და ყველაფერი ამ ქვეყნიურ ცდუნებაზე უარი უნდა თქვა უკვე რა ამ ასაკში ესაა ფენომენი რა დაუჯახდა შვილი შეეძინა მაგრამ მას არ მიუტოვებია და ყველაზე გასაკვირი ის არის რომ ის როგორც დამწყები სპორტსმენი ისე მონდომებით ვარჯიშობს და ისე მონდომებით ანუ აი ეს არის ნამდვილი პროფესიონალი იწყებს ნულიდან იცის რომ აშერ მეტი დატვირთვა მოუწევს თვითონ მისაბაძი სპორტსმენია ყო მისაბაძი ბოლო გამოდის როდესაც თქვა შეკრებაზე მყავს ბოლო გამოდის ვარჯიშიდან და ბოლო ამთავრებს ვარჯიშს რჩება და დამატებით ვარჯიშობს და ეს ალბათ რა ვიცი ეს მის ბუნებაში დევს ეს ყველაფერი რომ დაიხარჯოს ბოლომდე და შედეგიც ამის სახეს გვაძლევს. ძერბაზო მეგობრებო მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი რომ ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმრებიდან ბატონ ჯონ დუბუზაშვილს ნუ ტიტულები მოხსენება ბატონი ავთანდილ სინცაძე ქართული სამბოს თავკაცი გახლავთ თავად სოფლიო ჩემპიონი ბატონი სოსო ლიბარდელიანი ვისაც ასევე არ ჭირდება წარდგენა თავის დროზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ძიუდოში რაც იმ დროს მართავს ოქროს
ფასის მქონე ხო ასე იყო ხო ბატონო არ ვაჭარბებ იმიტომ რომ რაღა პატრონი იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმუმი რომ სამონაწილეო რესურსი გვეშოვა ვიზრუნავდა შემდგომ და პრაქტიკულად ჩათვალე რომ ის ბრინჯაოს მედალი ეხა დღევანდელ ხანაში შეიძლება მე მომიტევე და გულსაც ხდეთ დღევანდელ ხანაში რო ყოფილიყავი თქვენი ნიჭი და დამდი დარწმუნებული ვარ გაცილებით მეც და გაცილებით უფრო სერიოზულ შედეგს დადებდით რა თქმა უნდა უბრალოდ წლები 90-იან წლებში მოგიხსენებათ როგორ იყო არანაირი ხელფასი გაჭირება იყო თვითონ ქვეყანაში არა შევძელით ის რომ მაინც მედლები ჩამოვედით ოლიმპიადიდან რა თქმა უნდა გამიხარდა რომ პირველი მედალი იყო დამოუკიდებელი საქართველოსთან სჯობდა რომ ოქრო ყოფილიყო მაგრამ მართლაც ეს ბრინჯაო ოქროს თვალფასი იყო მაგას რაც შეეხება სამბოსაც სოფლიო პრიზიორი ვარ, ამიტომაც დავთანხმდი როცა თქვენ თავიდან მოგიყვარდათ, ხო ფაქტიურად მოქმედი სპორტსმენი. აი ორივე ჭიდაობდით, ანუ შემდგომ არ გამოგიგზავნებიან სიყვარული, ანუ თავიდანვე იყო თქვენში ჩადებული სამბოს სიყვარული. რა თქმა უნდა, სამბოსაც ქართულსაც ჭიდაობდით, ძიუდოსაც ჩვენ არ ვასწავლეთ შეჯიბრით უსადმე იყო ჭიდაობდით და ამიტომაც მოხდით აქ სადაც ვართ და რა ვიცი ჩვენ რა შეგვიძლია ვაგეთებთ იმას, სასიხარულოა ის, რომ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და ჭაბუკები 7 ოქრო ჩამოიტანეს სოფლიოდან. მოდის თაობა. რო შეავსოს კიდე უფროსები და რა წარმატებები იქნება აუცილებლად. წარმატებები იქნება იმ შემთხვევაში, ბატონო, დამეთანხმებით თუ ელემენტალურად დაიწყება რეალურად ზრუნვა, დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით დაპირებული და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს უახლოეს მომავალში ამაზე ჩვენი გაცემის მეორე ნაწილში ვცლად ვისაუბრებ თუ რა მდგომარეობაშია დღეს კიდე ერთხელ მე ყველა გადაცემაში თითქმის მიხდება ხაზის გასმა, რომ ძვებასო მეგობრო, როცა ასეთ ტიტულებზე ვსაუბრობთ, ხაზო ხე არის ხავს, ესენი არ წვივა ციდან, ეს მოდის უზარმაზარი ენერგიის თავდადების შრომის ხარჯზე და თანაც გაითვალისწინეთ, რომ იგივე რუსეთს, ხო, მე ხა შეგნებულად არ მინდა დავასახელო ის ციფრი, რა თანხა და რა რესურსი, მატერიალური რესურსი იხარჯება რუსეთის მხრიდან სამბოში. ნუ არ ვლაპარაკობ უკვე არ არის დარჩენილი ქალაქი, სადაც რამდენიმე სასახლე და რამდენი ათეული წრე ფუნქციონირებს და აი ჩვენ ამ ფონზე რა მდგომარეობაში ვართ. აი ამის შესახებ ჩვენ დღევანდელი გაცემის სურათთან ერთად ბატონო ჩვენ სულ რამდენიმე წუთი სარეკლამო ჭრა დავბრუნდებით ეთერში და ასევე რა თქმა უნდა ბიუჯეტი ხო საიდან მოდის ეს ყველაფერი? ანუ საიდან მოდის ეს ამ მედლების და ამ ფენომენალური შედეგების სვენა? დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ შევასწავლებ ძირბასო მეგობრებო, რომ ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმრები გახლავან ქართული სამბოს თავგაცემი პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე, ვიცე-პრეზიდენტი სოსო ლიბარტელიანი და ეროვნული ნაკრების მთავარი მსმენელი ბატონი ჯონდო მუზაშვილი. ახლა ჩვენ რეკლამის დროს ვიხსენებდით, რომ 2011 წლამდე ისეთი სტაგნაცია იყო ქართულ სამბოსთან დაკავშირებით, რომ აი მიჯრით 6 წლის მანძილზე არც ერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ მოგვეპოვებია. აი პრაქტიკულად მხოლოდ წლეუსღა მოხერხდა, რომ დაიწყო მწვრთნელების ელემენტარულად ანაზღაურება, რა წარმოუდგენელია, ხო? ეს ყველაფერი რბილად რო თქვა, რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. აქამდე ქართული სამბო აი ასე ტრიალებდა, მხოლოდ და მხოლოდ შეკრება სიტყვა არ არსებობდა ჩვენთვის, არათუ საზღვარგარეთის, არამედ აქაც საკუთარი სახსრებით, მხოლოდ და მხოლოდ უნდა მიეღოთ ბიჭებს თანხა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სამონაწილეო თანხა, ანუ გამგზავრება, ნუ აქ იყო ძირითადად ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ იმდენი ტურნირი გვა გამოტოვებული, აქვე მე მინდა პარალელურად გადავიდე, რომ სერიოზული სხვაგვარი მიდგომა ჭირდება ძვირფასო მეგობრებო, აი 2 დღის წინ, ახლა აი ბატონი სოსო, არ შეიძლება არ ვკითხო, არ ვისარგებლო უდიდესი უცხოელი ძიუდოისტი ძიგორო კანოზე ვერ გაემგზავრა ნაკრები უსახსრობის გამო. ეხლა ნაკრები, რომელსაც პრეტენზია აქვს და რეალური რო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში, ხო? ეხლა ჩვენ რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს გუნდურში ვერ ვიხებთ, ეს წარუმატებლად მიგვაჩნია, ხო? და ამ ფონზე ძიგორო კანოზე ვერ მიდიხარ თანხის უკოლნობის გამო. ეხლა ეს ნუ აი უკომენტაროთ, ხო? მაგრამ მოდი ეხლა ჩვენ დავუბრუნდეთ სამბოს და ბატონო რამე ცვლილება თუა მივიღე მე მინდა გავაჟღერო, რომ აი ბოლოს ბიუჯეტი იყო ესე იგი ჩვენი 500,000 ლარი, ნუ ეს იყო ნუ მაქსიმალური სრული, რაც ქართული სამბოს ისტორიაში დაფიქსირდა. ქართულ 140,000 წაამატა და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მადლობა უძღვნათ ქართულს, მაგრამ ეს მაინც ღვაში წვეთ, იმიტომ რომ კი ბატონო შეიძლება ჩვენ ეს გვეყოს სამონაწილეოდ, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია, რომ უკვე როგორ ჭაბუკებში, ასევე ახალგაზრდებში ტარდება უამრავი ოფიციალური შეჯიბრება და მარტო ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ჩვენ ვერ შემოვიფარგლებით. კი ბატონო მეც ვერ გავბედავ და ვერ ვინატრებ საზღვარგარეთ შეკრების თუნდაც ერთი
ერთობლივი სასწავლო შეკრების ჩატარებას ბატონო ჯონდო, მაგრამ არის ერთი რამ, ჩვენთან მაინც უკვე ჩვენთანაც რბილად ვთქვათ ეს იაფიხილი უკვე ნამდვილად აღარ არის, ხო? უკვე იგივე საკუთრებად გნებავთ ბორჯომში, გნებავთ ბაკურიაში, გნებავთ ზღვისპირეთში. მოგახსენებთ ბატონო ამის შესახებ მე სოსო დამეთანხმება 2012 წელს და 2013 წელს ჩვენ რომ მოვედით სამბოში ბიუჯეტი სადღაც 50000-თან 100000-მდე მერყეობდა ახლა ბიუჯეტზე გვაქვს საუბარი ჩვენი ხეჭიდაობა ქართველებს სიცხში გვაქვს და გვეხმარება ეს რა თქმა უნდა და მინდა ვთქვა რომ ყოველწლიურად ჩვენი ბიუჯეტი იზრდება შეძლებს დაგორა სპორტის სამინისტრო გვიდგას გვერდში ჩვენ გვეხმარება რა თქმა უნდა ქართულს დიდი მადლობა მინდა მოუხადო და გვეხმარება ოლიმპიური კომიტეტი კიდევ წელიწადი არ გაივლის ისე რომ ჩვენ მათ ამა თუ იმ შეჯიბრზე შეკრება არ გაგვიკეთონ რისი დაკარგვაც არ შეიძლება და ეს მე მინდა ხმამაღლა ვთქვა და რა ვიცი ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე ხა დიდებზე ჯანდო მისაუბრა მე მინდა კიდევ გითხრათ ჭაბუკები და ახალგაზრდები ჩვენთან ერთდროულად ტარდება ხოლმე და სხვა სინჯის მედლებს რო თავი დავანებოთ 7 ოქროს მედალი ავიღეთ 7 ეხლა ცოტა ძალიან ისე ჟღერს მაგრამ ეს ჩათვლით ორი შეჯიბრი იყო ჭაბუკებს და ახალგაზრდებს შორის ჭაბუკების და ჭაბუკებში 4 ახალგაზრდებში 3 სიამოვნებით გავაჟღერებთ თქვენი ნებართვით ჭაბუკებში ჯაბა ბაბინაშვილი შემდგომ ლუკა მაისურაძე ნიკა სიდამონიძე და გელა ზალიშვილი და ახალგაზრდებს შორის ირაკლი გუბადაძე ზვიად თევდორაშვილი და დავით ოზბეთელაშვილი და ამავდროულად აი გოგონებში 2 ვერცხლი და 1 ბრინჯა ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ მეტად და თავარი რომ ჩვენ ახალ ჭაბუკებში დავიგავით გუნდური მედლების ჩათვლით გუნდური პირველი ადგილი ხოლო ახალგაზრდებს შორის მეორე ადგილი ისევ გვაქვს რეალური შანსი რუსეთთან ტოლსორი პაეკრობის ანუ მომავალი თაობის ჩათვლით ხო მე გეტყვით ჩვენი ჭაბუკების და ახალგაზრდების ნაკრების უფროსი მსმენელი მსოფლიოს ჩემპიონი მირიან პავლეაშვილია ანუ ჯანდო და მირიანი ერთად მუშაობენ და ერთად ჭიდაობდნენ წლების განმავლობაში კარგად გამოსდით ის საქმე მე მინდა გითხრათ და რაც შეეხება მათ გუნდურ პირველობას ჭაბუკებში და ახალგაზრდებში ჩვენ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი ისე არ ჩაივლის ამბოლო წლების მანძილზე სადაც ერთ-ერთ ასაკში მაინც ოქროს მედალი არ ავიღოთ და მე მაძლევს ამის თქმის უფლებას და მაქვს საბაბი გითხრათ ეს რომ ჩვენს ნაკრებში როცა ჩანაცვლება მოხდება რა თქმა უნდა როცა ამას დრო მოიტანს გვაქვს იმედი რომ ღირსეულად ჩაანაცვლებენ ეს ღირსეული ჭაბუკები და ახალგაზრდები ჩვენს ღირსეულ ნაკრებს ეროვნულ ნაკრებს რა ვიცი ისე ბიუჯეტს რაც შეეხება მე მინდა გითხრათ ისე დაუბრუნდები მაგას რომ ყოველწლიურად იმატებს ჩვენი ბიუჯეტი და ვიდრე იყო იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, სამადლობელო გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად წინ მიდის და იმატებს რა. თუმცა ბატონო თუ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აი მარტო წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, ის რაც ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ განმეორდები, ის რა ჭაბუკებს და ახალგაზრდებს შორის, ეს იყო ნამდვილი ფურორი ზურბაზო მეგობრებო, ამ ფონზე გათვალისწინებით იმის რომ ჩვენ ვაპირებთ აი აქ მინდა აი ესეთი წყალგამყოფი ჩვენ ასე ვთქვათ ბუნებრივია არცერთ შემთხვევაში არ კმაყოფილდებით მიღწეული და გვინდა გაცილებით მეგრე მაგრამ თუ ჩვენ ვაპირებთ აი ხაზი მინდა გავუსვა რუსეთთან ტოლსორად პაექრობას და პირველობის რეალურ წართმევის მცდელობას ასეთ შემთხვევაში მინიმუმ ბიუჯეტი უნდა დამეთანხმოთ რომ უნდა გაორმაგდეს ნუ დღევანდელი კურსის გათვალისწინებით მილიონი ლარი რო გახდეს ბადონსოს რა გამოდის ხო არაფერი ხო ფაქტიურად ნუ $900,000 ნაკლები ნუ ხო წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ მართალი გეხი რატო ეხება ისი ბადონსოს იმიტომ რომ თითოეული რუსი მსოფლიო ჩემპიონი იღებს დაახლოებით ამრეოდენობის თანხას ხო ბაზოს რა სიტყვით მინიმუმ ხო გჭირდება რაც უფრო მეტი ყოველთვის უფრო მეტი შედეგი იქნება ეს ძალიან მცირე თანხაა რა თქმა უნდა და მუშაობთ ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს ურთიერთობა მინისტრთან მოადგილეებთან წერს ვფიქრობ რომ ალბათ კარგად დაამატონ თანხასაც ჩვენ გქონდა აქამდე შედეგიდან ჩვენ იმედი გვაქვს მე მინდა
ფონდ ქართულს უთხრა მადლობა წლების განმავლობაში სპონსორობას გვიწევს და ალბათ 1-10 წელი იქნება შეიძლება მეტიც. სხვადასხვა სპონსორებს ახლა ბიზნესში ვერ შევეც ისე რომ მოვიზიდოს ბიზნესი რომ სპორტში ჩადონ ფული და ხო აი ეს სამწუხაროდ ცალკე და ძალიან მკვლელი თემაა. მკვლელი თემაა და არც უნდა და არ უღეთ რომ იმიტომ რომ ძალიან დიდი დაბეგურები არის თვითონ. რა თქმა უნდა, ანუ თქვენ რო ეკო მომიდო შეიძლება თქვენს არ გაგიჟდეთ სურვილი, იმიტომ რომ ისეთ ერთჯერად დახმარებით. როგორც მეგობარს დამეხმარებით, მაგრამ ეხა მეორე და მესამე ეს სისტემატიური ხასიათი ვერ მიცემ თუ თქვენ რაღაც პირად ინტერესი არა, რა თქმა უნდა. მედეს ამხრევაც მუშაობა, კანონში ალბათ ცვლილება შევა, შემდეგ ალბათ დაინტერესდებია ბიზნესის, იმიტომ რომ ბიზნეს გარეშე რომ არ გამოდის სპორტი, იმიტომ კი ბიუჯეტი არის სახელმწიფო გაზრდა, ბიზნესი რო გეხმარება უკვე სულ სხვა ძლიერად არის ფედერაცია, უფრო გამართულად არის წელში და იმედოვნ რომ ბიზნესის დაინტერესება. ისე აი ეს ორი მსოფლიო ჩემპიონი ხა ჩიდრაშვილი და პადაგვინიაშვილი თუ იქნა რამე ფულადი ჯილდოთი დაჯილდო. პადაშორის მაგ პროექტიც უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენ და ალბათ დავამუშავებთ რომ პროექტის სახით მოვაწოდოთ სამინისტროს ზანცოდა არის სოფლიო ჩემპიონი ღებს დასამალი არაფერი აქვს $10,000 სოფლიო ჩემპიონისთვის ეს ალბათ ზანცოდა არის და მუშაობთ არის შეპირებებიც რომ ეს საპრემიო ფონდიც მოიმატოს და ალბათ ნელ-ნელა მივაღწევთ იმას რომ გაიზრდება. არა რა თქმა უნდა ეს თქვენ ბრძანეთ უკვე როგორც ფედერაციის მხრიდან საკმაოდ აი ესეთი მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ეს თანხა საკმაოდ ისე მაგრამ მე მხედველობაში მაქვს კიდევ ასე სამინისტრო და ეს შესაბამისი უწყებები რომელიც რა თქმა უნდა ამაზე მუშაობთ ჩვენს და ალბათ მივაწვით მაგათაც პროექტის სახით და ნახოთ რომ ალბათ უნდა მოემატოს აუცილებლად ეს. ბატონო თუ რა ხდება ქართული სამბოს სახლთან დაკავშირებით. ნუ ჯერჯერობით ჩვენ მაინც ესეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გვიხდება ასე ჩვენ ასე ბიძაშვილად არის ხო? აღიარებული სამბოს ძიუდო ხო? ძიუდოს აკადემიის დარბაზში ხო შორის არ შეიძლება მე არ აღვნიშნო სულკურთხეული ლეგენდარული ქართული სამბისტის არჩილ ჩოხელის ტრადიციული მემორიალი რომელიც წნეულს სხვა შორის აი სწორედ ძიუდოს აკადემიის დარბაზში გაიმართა უკვე საკმაოდ გაფართოვდა 11 ქვეყნის 150-მდე მონაწილე სპორტის სამბისტმა მიიღო მონაწილეობა უკვე ტურნირს გააჩნია B კატეგორია და ყველა პირობა იმის რომ უახლოეს მომავალში გახდეს უმაღლესი ანუ A კატეგორიის ასეა ხო ბატონო თუ კი ბატონო მე ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნე რომ ჩვენ იქ მსოფლიოს წინ ყველა შეხვედრას ვესწრებით სადაც საუბარი დაიწყო ქართული სამბოს წარმატებით სადაც მე ძალიან ამაყად ვიგრძინე თავი და თან რაც ეხება ჩვენს მეგობარს არჩილ ჩოხელს რომ მისი ტურნირი საკმაოდ კარგად ჩატარდა საქართველოში და ჩვენ გვაქვს იმის პერსპექტივა სულ ახლო მომავალში სადაც ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს იქ აღნიშნული სიტყვებია რომ ჩოხელის ტურნირის უკვე უმასპინძლოთ A კატეგორიის რანგში. საკმაოდ ქართული სამბოს განვითარებისთვის და თვითონ ამ ადამიანის უპირობისთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდად როგორც სპორტსმენის ევროპის სოფლიო ჩემპიონი ნუ რაც შეეხება ჩვენს დარბაზს სპორტის სამინისტრო დაგვირდა რომ ჩვენ მალე გვექნება სამბოს ექნება თავის დარბაზი სადაც მრავალი ჩემპიონი აღიზრდება ჩემი სურვილია ესეც და სხვაჯორის არ შეიძლება არ აღნიშნო რომ თქვენ უკვე აი პირველი ნაბიჯი გადადგით ბატონებო როცა მსვლელების შეკრება სემინარი რომელიც ადრეს ტარდებოდა მაგრამ ამჯერად უკვე ასე ვთქვათ გამოსტების სახით რაც უფრო ხვეწავს მათ კვალიფიკაციას მათ დონეს ნუ აქაც ხდება ხო ჩვენ გქონდა არჩილ ჩოხელის ტურნირის წინ მოწვეული ყავდა ერთ-ერთი ესეთი ვინც სოფლიო სემინარებს ატარებს. მოწვეული ყავდა ეს პიროვნება, მან ჩაატარა გადამზადება მწვრთნელებსა და მსაჯებს შორის ესეთი რაღაც მე მინდა გითხრათ რომ არ მომხდარა საერთოდ სამბოს ისტორიაში, საქართველოში პირველად მოხდა, რაც წადგება ჩვენს მსაჯებსაც, ჩვენს მსმენელებსაც, რა თქმა უნდა და ეს შეეთყობა ჩვენ ეროვნული ჩემპიონატის დონესაც. კვალიფიციური მსაჯები როგორ ყოლობა, ალბათ სეჯიბრის სილამაზე ამაში იქნება და კლიანტს ამის განვითარებას წაადგება ეს. და მე მინდა გითხრათ, რომ საბუზველი ჩაიყარა ამას. გვინდა რომ ეს ყოველწლიურად ჩავატაროთ ეს საჯების და მსმენელების სემინარი, რაც საკმაოდ დადებითად აისახება სამბოს განვითარებაზე. ეს ხო აქსიომაა ბატონო თო რომ სახეობის განვითარებას საჯობის კვალიფიკაციის ამაღლება აი არათუ უწყობს ხელს აი ერთი მეორესგან აი ერთი მეორედან გამომდინარეობს განუყოფელი ნაწილია აბსოლუტურად ბაროსოს არ შემიძლია არ კითხოთ რეგიონებზე თქვენ სულ პრაქტიკულად აი სულ მოძრაობთ ქვეყნის მასშტაბით აი რა ვითარებაა
აი დღეს აი თქვა არის კონკრეტული სახეობები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ აქ არის კერები, თქვა, ნუ საქართველოს ამათო. აი სამბოს მხრივ რა ხდება საერთოდ საქართველოში დედაქალაქს მიღმა. ხო, გახსენებთ, თავის ხელში არ ჩაგვეცლება, მაგრამ რაც ჩვენ გუნდი მოვიდა ერთი გუნდი, ფაქტურად გეოგრაფია უფრო გაიზარდა საქართველოს მასშტაბით. ну ვიცით ახლა ფოთი ძალიან ძლიერი სკოლა იყო, მაგრამ უკვე როგორ იყო იცი, კაც უკვე აღარ დარდებოდა იმდენად ვარჯიშები, მაგრამ გავაძლიერეთ ახალი ლებები, ვაჩუქეთ ახალისება, გავუკეთეთ თვითონ სკოლას, ქუთაისი რა თქმა უნდა ძლიერი სკოლა იყო და იქაც მეორე ლები ვაჩუქეთ ფედერაციამ თვითონ რაც შეგვეძლო. არის რეგიონებში ახლა სასიხარულო არის საქართველოს ჩემპიონატი როცა ტარდება, ჭაუგებში და ახალგაზრდებში, ეხლა 300-350 ბავშვი სამბოში თვითონ. როდესაც ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს ჩემპიონატი 9 წონიდან დიდებში ტარდებოდა 4 წონაში. დანარჩენ წონაში ვერც ატარებდნენ რა. და პირდაპირ ნახევარ ზოგან 6, ზოგან 8 რაღაც საშინელი. ჩვენ თვითონ გვახსოვს მეგაჯონდო ერთად ვიდოდით და ვარჩევდით და ესეთ რაღაცები იყო ხოლმე და ამას მიღწევათ ჩვენ გუნდიდან რაც შეგვიძლია და რეგიონებიდან. არის პრობლემებიც რეგიონებში, რომ არის ინფრასტრუქტურა კარგი ზოგ რეგიონში, მაგრამ მოჭიდოები არ არიან. ზოგან არის ინფრასტრუქტურა არ არის მოჭიდოები უფრო მეტი არიან და ამას უნენელა დახვეწვა უნდა და მიხედვა უნდა. ბატონო თუ ის რამდენ ხანში რაც ბატონოს ოსომძანა შესაძლოა ყველაფერი ამის დამოყრა. ინტეგრირების პროცესს გულისხმობ. აქ ბევრია რა თქმა უნდა დამოკიდებული გუბერნატორებზე, გამგებლებზე, საკრებულოს ხელმძღვანელობაზე, რა თქმა ადგილობრივ ხელისუფლებაზე, იმიტომ ჩვენ ხშირად გვითხოვს რომ არ უნდა მოცდეს დარბაზი ამ სიტყვის პირდაპირი და გადაინტი მნიშვნელობით. და ეხლა დავამატებ რომ ჩვენ გავაკეთეთ რეგიონალური ფედერაციები, 13 რეგიონალური ფედერაცია და უკვე კავშირი გვაქვს რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტთან და ამიტომ რომ გააფართოვა და პარალელურად ზუდოს ვინცვარჩოს სამბოზე სტადიონ ბავშვები და ავიზ ამიტომ უფრო მეტი ჩამოდიან შეჯიბრზე. ბატონო თუ ყველაზე მტკივნეული კიდევ ერთი საკითხი რომ აშგზის გაგონილსო ერთხელ ნანახივი ხო და აი პრაქტიკულად ბოლოს მე მრავალრიცხოვანი კომაგი მახედველობაში ამ შემთხვევაში უფრო ბევაწელი აი ვეღარს ვიხსენებ როდის იხილა ასე ეკრანზეც და აი ფართო საზოგადოების წინაშე ეს ულამაზესი სახეობა წარმოდგენილი და აი ამ ხრივ თუ აქ ფედერაციას რაიმე ძვრები რომ პერიოდულად მაინც დაიწყოს იცით ეხლა მოდის თავ ხომ მეთაქმებით მე არ ვამბობ უშუალოდ ვინც დაკავებულია სამბოთი არამედ ხას უსვა ობევაწელს და პოპულარიზაციის მიზნით იცი რაც უფრო ფართოდ იქნება საზოგადოებისთვის წარმოდგენილი ხო მისი ასე ილუსტრაციის სახით. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით ბულგარეთში, სადაც ჩვენ გუნდი რა თქმა უნდა თქვენ აღნიშნეს წარმატებით გამოვიდა, ეს ფინალები იყო პირდაპირ ეთერში. რომელიც ტელევიზიის სილქტივი კომარსაცით იმის ხო აი სამწუხაროდ სხვა ტელევიზიაში ვერ მოხერხდა და ნახოთ შემდეგში ალბათ არა ნახოთ კი ისეთი მომენტია მე მაშინ პირდაპირ მინდა მივუთითო აქ თქვენის მეშვეობით რომ სხვა ტელევიზიებმაც გამოიჩიო გულისხმიერება თუ როგორ დავარქვა ამას არ ვიცი იმიტომ რომ მე მაგალითად ცოტა ნაწყენის ვარ რამოდენიმე ტელევიზიაზე გამომდინარე იქიდან რომ არ უნდა გვიწევდეს ჩვენ როცა ჩვენი ბიჭები ასე რომ ვთქვა სოფლიო ჩემპიონატზე ფინალში მონაწილეობენ არ უნდა გვიწევდეს ამაზე ბრძოლა რომ რამოდენიმე ტელევიზიამ გაუშვას ეს და გააშუქოს პირდაპირ მინდა თქვა რამოდენიმე ტელევიზიის მიმართულებით პირიქით აქეთ უნდა იყოს აქტიურობა და არა ჩვენ უნდა ვეხვეწებოდეთ ასე რომ თან ამაში მე პირდაპირ გეტყვით არანაირი ანაზღაურება არ იყო საჭირო ჩვენი პირიქით ხო ესეც გასადონისინებელია საერთოდ ასეა როცა ჩვენი მიღწევა ახალ და ამ შემთხვევაში თქვენ უანგარო და უფასოდ უთმოდა ეხა მსოფლიო ფედერაციამ ეს ჩვენი მიღწევა იყო რა თქმა უნდა გვაჩუქა ეს ტრანსლაცია რაც მე მგონი რომ პირიქით უნდა ყოფილიყო და ინტერესება უნდა ყოფილიყო ტელევიზიებიდან და პირიქით ხეცნა მოგვიწია ჩვენ რომ სადღაც ოლიმპიური სახეობაზე გასაგებია მაგრამ ეგეთი გამაზე ბევრი ოლიმპიური სახეობაზე არ შეგდება ისე მაინც და მაინც მეტყვის მაშინ ესე ვიტყვი ხა ამას ცოტა ისინი ჩამომართმით მაგრამ ოლიმპიური თამაშებისკენ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯები არის მე ვესწრები ამ ყველა შეხვედრას და იმ ყველა კონკრეტს და ასე რომ თქვა თავშივე ჯობია საფუძველის ჩაყრა მე ცოტა გვიერი ძალიან კარგი მე განაცხენებულები თუ იქნებით მე ცოტა გვიერი არის ბატონო რა გეგმები გვაქვს ახლა უახლოესი ნუ პრაქტიკულად წელი თავდება მოდი პირველი რა მინდა კითხოთ ხო არ გვიახლოვდება თაობათაცვლის პერიოდი თუ პრაქტიკულად ის შემადგენლობა რაც ხვავს ოპტიმალური რამ ხრივ რომ ასაკი ჯერჯერობით არ ემუქრება ხო არცეც
აი ესე თქვა ვეტერანი სტატუსი მაგის შიში გვაქვს ძალიან კაი თაობა მოდის მაგრამ ფიქრობ რომ ეს თაობა კიდე რამოდენიმე წელი გაახარეს ჩვენს გულში. ეხლა ვისაც უყურებ ყველა ახალგაზრდა, ბერძენიშვილიც ახალგაზრდა, ხოდოშაშვილის ბატონო ბიჭია, არც კუცია და ნახუზრიშვილი, არც ლორიაშვილი ცნობილი ძეგლში ხა დათო 100 კილოგრამში ხო ეხლა დათოს არ არის მე მგონი ხო ეს და მაინც ვეტერანთა ცოტა ყველაზე უпроსია ამაზე ნუ პრინციპში ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ეხლა სათანადო პირობების ქონის შემთხვევაში ესე იგი მაქსიმალური დატვირთვა აი გუნდური ბრძანა ბატონო ავთო და გუნდურ პირველობაზე რა ხო აი გუნდურ პირველობაზე ახლა ალბათ მიიღებენ უკვე იმ გადაწყვეტილებას რომ როდესაც სოფლიო ან ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, ცალკე ჩატარდება გუნდური პირველობა. როგორ ხდება დასწრი დღეს რა, ეს მომავალ წლიდან ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება იმ ფონზე, რა ფონზედაც ჩვენ პირად გუნდურში ყოველთვის ვიჩაგრებით ხანდახან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ უკვე პირველ დღეს თუ თქვა ჩვენ ერთი ოქრო ავიღეთ ან ორი ოქრო, მეორე დღეს უკვე საჯები იწყებენ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას. ნუ აქ ერთობა მთელი მანქანა რომ რუსეთის ნაკრებმა არ წააგოს და აქედან გამომდინარე ბევრი სპორტსმენი ჩაგრება რაც არ იყო გამონაკლისი ეს მსოფლიო პირველობაც ბულგარეთში დავით ლორიაშვილის სამწუხარო ძალიან დაგუჩაგრეს ყველაზე მეტად აღნიშნავდი გულისშვილი კიდე 52 კილოგრამში იგი ძალიან და ეს სპორტსმენები რო გამხდარიყო ჩემპიონები უკვე ძალიან საერთოდ ჩვენ საერთოდ გუნდურ პირველს ვიავდით მეტრების შადრებადო თქვენ ევროპის სამბოს ფედერაციის გამგეობისებრი ბრძანდებით აი რა შეხება მსაჯებს აი რაც ხება ბატონო ჯონდობზანა არ ყავს წარმომადგენელი მსაჯთა კორპუსში ჩვენ ყავს წარმომადგენელი საერთაშორისო მსაჯი ემილ რაში ყველა იცნობთ ალბათ ძალიან დიდი ხანია რაც მსაჯობს ოღონდ მინდა აღნიშნო რომ ეს ერთი კაცი არ ყოფნის იმ ჩვენ წარმატებას გამომდინარე იქიდან რომ შეჯიბრებზე 3 და 4 ლეიბზე მიმდინარეობს შეჯიბრი ერთი კაცი მოგეხსენებათ რომ ამ ყველა ლეიბზე ვერ შეძლებს და იმიტომ აღნიშნეთ ჩვენ თავში მსაჯების გადამზადება რომ გვინდა რა თქმა უნდა რამოდენიმე მსაჯი ახალგაზრდა მსაჯი წავუყანოთ თუ ისინი ჩააბარებენ ამ გამოცდებს გახდებიან რა თქმა უნდა ამას გამოცდილება ჭირდება ამას გამოცდილება ჭირდება დრო ჭირდება ალბათ სულ რამოდენიმე ხანში გვეყოლება ისეთი კვალიფიციური მსაჯები როგორიც ემილრაშია და ჩვენ გუნდის წარმომადგენლებს ასე რომ ვთქვათ იოლად ვერ დაჩაგრავენ ცოტა გვიმძიმს რა თქმა უნდა მსაჯებზე საუბარი არც ის გვინდა რომ მსაჯებს გადავაბრალოთ რაღაცები უბრალოდ რაც უკვე აშკარად ხდება იმის დამალულაც უკვე და ამ შეჯიბრებიანი რეპორტაჟები ძურბასო მეგობრებო ამას ყველაფერს უყურებ პირდაპირ ეთერი თუ არა უარა შემთხვევაში ვიდეო ჩანაწერს სრულს და რეალურ სურათს რათა იგივე პროტესტის იგივე დამოკიდების იგივე გამოხატულების ეხა ესე იმიტომ ვამბობ რომ ერთხელ ნანახი 1000 გზის გაგონებიო და ბოლოს ბატონო ჯონდო თუ არის ცნობილი აი ეს მომავალი წლის კალენდარი ეს ორი მეტად მნიშვნელოვანი და მესამე კიდე მსოფლიო თასი თუ ტარდება თუ ჯერ აი ჩვენ ამაზე სხვაჭურს მომავალი წლის გეგმა ეს მსოფლიო თასი ტარდება ანატოლი ხანლამპიევის ეს მსოფლიო თასი სადაც თითო წარმომადგენელი გვეყოლება ეს კვოტირებულია უკვე ხო კი ეს ერთადერთი შეჯიბრია სადაც მსოფლიოს და ევროპის გარდა სადაც თითო წარმომადგენელი გვეყოლება და იქ აუცილებლად გავიმგზავრებით რაც შეეხება ჩვენ გეგმას პროგრამას წელს ვატარებთ საქართველოს მომავალი წლისთვის რომ ეს ახლა დეკემბერში 23 და 24 დეკემბერს ჩატარდება ძიუდოს აკადემიაში როდესაც გვექნება ჩვენი დარბაზი ჩავატარეთ შენ გოში და ფიქრობ რომ ამ შეჯიბრის მერე უკვე დავაკომპლექტებ ეს გოგონებიც იჭიდავენ მარტო ბიჭების აიქნება და ამის შემდეგ უკვე მომავალ წლის გეგმა დაიწერება სად რომელ შეჯიბრში მიიღეთ მონაწილეობას და აქედან უკვე გადავანაწილებთ ვინ რომელი სპორტსმენი სად მიიღეს მონაწილეობას. და ბოლოს ბატონო ჯონდო რომ დავაინტერესოთ მსმენელი უშუალოდ ნაკრების პირველი ნომრებიდან ყველას ასვენებთ თუ ნაწილი მაინც მიიღეს. არა რამოდენიმე ვფიქრობ რომ 2 ან 3 სპორტსმენი დაისვენებს და მაქსიმუმ ანუ სრული შემადგენლობა და ასე რომ დილის 10 საათიდან ძვირფასო მეგობრებო ასე შეგიძლიათ
იგივე იქნება ალბათ დიდი ალბათობით 10 საათი და წინასწარი ფინალური 17 საათი და მე 23-24 უქმე დასვენების შეხვედრები ბატონო სამწუხაროდ ესე გაირბინა ჩვენი განსაკუთრების დრო ჩვენ კიდევ არაერთზე შევხვდებით უპირატესად მინდა წარმატება გისურვოთ ეს წარმატება მოგესალმებათ მიღწევა გაცილებით უფრო იულია ვიდრე მისი შენარჩუნება ეხა იულია ამ ქვეყნად არაფერია და მით უმეტეს ასეთი ხვავრიელი შედეგის დადება მაგრამ ამიტომ ზურბასო მეგობრებო ბევრი რამ ეხა წყდება უშუალოდ ხალიჩას მიღმა მხედველობაში მაგ უშუალოდ თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ოფიციო სპორტის სამინისტროს სხვადასხვა უწყებებს რათა სამბოს ეს კიდე ერთხელ ვამბობ სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში რეალურად შეუძლია დღემდე უძლებელ რუსეთს აი აღნიშნული სახეობის ასე ვთქვათ ჰეგემონია შეუჩეროთ ამის ყველა წინაპირობა არსებობს საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ასე შეშველება ბიჭებისთვის და რისი დიდი იმედის გვაქვს წარმატება მინდა გისურვოთ წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.